გამარჯობა, ეს ისტორია საინტერესო ფაქტებია და დღეს გესაუბრებით მსოფლიოს 10 ყველაზე ძვირად ღირებულ ნივთიერებაზე. ვიდეოში ნახსენები თანხა შეფარდებულია ნივთიერების 1 გრამზე. პლუტონიუმი $4000. პლუტონიუმის მისაღებად გამოიყენება როგორც გამდიდრებული ურანი, ისე ბუნებრივი ურანიც. მსოფლიოში სხვადასხვა ფორმით არსებული პლუტონიუმის მთლიანი რაოდენობა ფასდება 2003 წლის მონაცემებით 1239 ტონა, ხოლო 2010 წელს ეს ციფრი უკვე 2000 ტონამდე გაიზარდა. პლუტონიუმი ფართოდ გამოიყენება ბირთვული იარაღის წარმოებაში, ბირთვულ საწვავად, სამოქალაქო და კვლევითი დანიშნულების ატომურ რეაქტორებში და როგორც ენერგიის წყარო კოსმიური აპარატებისთვის. სოლირისი $17000. სოლირისი არის მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული წამალი, რომელიც ოდესმე გაყიდულად აიყიდება. სამწუხაროდ ეს ყველაზე ძვირიანი წამალი კიბოს არ კურნავს, თუმცა არსებობს ასეთი იშვიათი დაავადება. ღამის პაროქსიზმული ჰემაგლობინურია. ეს დაავადება ძილში იწვევს ერითროციტების რღვევას და სოლარისი, რომელსაც კომპანია Alexion Pharmaceuticals აწარმოებს, მის სამკურნალო და ერთადერთი წამალია. როგორც გითხარით, 1 გრამი $17000 ღირს, ხოლო 1 წელი მკურნალობა დაახლოებით $49500 ჯდება. 2012 წლის მონაცემებით გაყიდულია $300 მილიონზე მეტი ღირებულების წამალი. LSD დაახლოებით $30000. ძლიერ მოქმედი ფსიქოტროპული ნარკოტიკი, რომლის მეცნიერული დასახელებაა ნახევრად სინთეზური ფსიქოაქტიური ნივთიერება, რომელიც ადამიანში იწვევს ჰალუცინაციებს, დახურული და გახელილი თვალით, დროის, სივრცის და ცნობიერების შეცვლას, სინესთეზიებს, ფერების, სმენის, სუნის და ხედვის. LSD-ს აღმოჩენამ მისი საშუალებით განცდილმა აქამდე უცნობმა ფსიქიკურმა მდგომარეობებმა, ხედვამ და ასევე მისმა შემდგომმა შესწავლამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ფსიქიატრიაზე, ფილოსოფიაზე, ხელოვნებაზე და იმდროინდელ კონტრკულტურაზე. LSD პირველად 1938 წელს შვეიცარიელმა მეცნიერმა ალბერტ ჰოფმანმა დაასინთეზა. LSD-25, როგორც თავად ალბერტ ჰოფმანი განმარტავს, ლაბორატორიაში მიღებული კოდური სახელია, რომელიც ლიზერგინული მჟავის ამიდების სერიის სინთეზის დროს როგორც რიგით მეხუთე სუბსტანციას მიენიჭა. მიუხედავად ამისა, ნივთიერების ჭეშმარიტი ბუნება წლების მანძილზე უცნობი იყო, მისი შემქმნელისთვისაც კი. მანამ სანამ 1953 წელს, 16 აპრილს, ლაბორატორიაში მუშაობისას შემთხვევით თითებიდან შეწოვის შედეგად იგი მის ორგანიზმში არ მოხვდა. რაოდენობა ძალიან მცირე იყო, თუმცა საკმარისი, რომ ჰოფმანს მისი ფსიქოაქტიური ბუნება შეეგრძნო. 3 დღის შემდეგ, 19 აპრილს, მან ამჯერად უკვე გამიზნულად 10 მგ წყალში გაძავებული 250 მიკროგრამი, იგივე 0.5 მიასედი მილიგრამი LSD/os მიიღო. დოზა, რომელიც მისი აზრით ზღვრული რაოდენობა უნდა ყოფილიყო ეფექტის შესაგრძნობად. რეალურად კი ზღვრული დოზა 20 მიკროგრამია. მიკროგრამი ეს არის გრამის მემილიონედი ნაწილი. ადამიანებში არ არის დადასტურებული სიკვდილის შემთხვევა, რომელიც LSD-ს ზედოზირებამ გამოიწვია. 8 ინდივიდმა, რომელმაც შემთხვევით LSD-ს ძალიან დიდი ოდენობა მიიღო და დაუფიქსირდა ძალიან დიდი კონცენტრაცია. 1000-დან 7000 მიკროგრამამდე 100 მგ პლაზმაში. კომატოზურ მდგომარეობაში გადაიყვანეს საავადმყოფოში. აღენიშნებოდათ ჰიპერთერმია, ღებინება, მსუბუქი სისხლდენა კუჭიდან და რესპირატორული პრობლემები. არც ერთი შემთხვევა ფატალურად არ დასრულებულა. ასევე ჯანმრთელობის მხრივ არ აღენიშნებოდათ ნარჩენი ეფექტები. ალმასი დაახლოებით $42000. ის არის დედამიწაზე ყველაზე მყარი ნივთიერება. მინერალი, ნახშირბადის კუბური ალოტროპიული ფორმა, ნორმალურ პირობებში მეტასტაბილურია და შეუძლია იარსებოს განუსაზღვრელად დიდი ხანი. შეუძლია გადავიდეს სტაბილურ გრაფიტში მხოლოდ გახურებისას. ალმასის მთავარი განმასხვავებელი თვისებებია: მინერალებს შორის სიმაგრის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, თბოგამტარობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მაგარ სხეულებს შორის, მაღალი გარდატეხის მაჩვენებელი და სინათლის დისპრესია. ალმასი წარმოადგენს დიელექტრიკს. მას აქვს ჰაერზე რკინასთან ძალიან დაბალი ხახუნის კოეფიციენტი. მისი ფასი ყოველთვის განსხვავებულია. ყველაფერი ზომაზე, წახნაგებზე, ფერსა და სახეობაზეა დამოკიდებული. კალიფორნიუმი $60000. ეს უკვე ჩვენი სიის მესამე რადიოაქტიული ნივთიერებაა. ის 1950 წელს პლუტონიუმისგან ხელოვნურად მიიღეს კალიფორნიის უნივერსიტეტში. აქედან გამომდინარეობს მისი სახელიც კალიფორნიუმი.
ის სიმსივნეების ლაზერულ მკურნალობაში გამოიყენება, ასევე ახალი ბირთვების შექმნაში. ამერციუმი $140,000. ამერციუმი ასევე პლუტონიუმისგან მიიღება და ასევე კაცობრიობისთვის სასიკეთო საქმეში გამოიყენება. მას იყენებენ ელექტროსტატიკური მუხტების მისაღებად. რეგოლითი $442,500 0.6 გრამზე. რეგოლითი ჩვენს პლანეტაზე მთვარიდან მოდის. ის ისეთი მასალებისგან შედგება, რომლებიც დედამიწაზეც მოიპოვება. თუმცა 1993 წელს აუქციონზე 0.6 გრამი რეგოლითი $442,500 გაიყიდა. გრაფენი $100 მილიონი კვადრატულ სანტიმეტრში. საშუალო სკოლიდან ვიცნობთ მყარი სხეულების მოლეკულურ სტრუქტურას, კრისტალურ მესერს, ატომების სიმეტრიულ სივრცულ უსასრულო განლაგებას, რომელსაც უზრუნველყოფს ატომებს შორის უხილავი ბმები. გრაფენის განსხვავებული ნიშანი ის არის, რომ მისი სტრუქტურა სამგანზომილებიანი კი არა, არამედ ბრტყელი, ორგანზომილებიანია. ეს ნიშნავს, რომ გრაფენი წარმოადგენს სიბრტყეზე განლაგებულ ატომების ფენას. ატომები ქმნის 6 კუთხედს, ხოლო გრაფენის სისქე ატომის დიამეტრს უტოლდება. მართალია გრაფენი 2004 წელს აღმოაჩინეს, უფრო ზუსტად შექმნეს, მაგრამ ამ აღმოჩენას ხანგრძლივი სამეცნიერო საქმიანობა უძღოდა წინ. 1957 წელს კანადელმა მეცნიერმა ფილიპ უოლესმა შეისწავლა გრაფიტი, რომლის მოლეკულური სტრუქტურაც ასევე ბრტყელია. მისმა კვლევამ მაშინვე მიიპყრო მეცნიერთა ყურადღება. ნობელის პრემიის ლაურეატმა ქიმიკოსმა ლაინუს პოლიგმა 1960 წელს გამოთქვა მოსაზრება ნახშირბადის თხელი ფენის ყოფაქცევის შესახებ. სახელწოდება გრაფენი კი 1962 წელს შემოიღო გერმანელმა მეცნიერმა ჰანს პიტერ ბიომმა, რომელმაც ეს სტრუქტურა ელექტრულ მიკროსკოპში შეამჩნია. თეორიული კვლევები ჯერ კიდევ რამდენიმე ათეულ წელიწადს გაგრძელდა, ვიდრე მანჩესტერის უნივერსიტეტში მომუშავე რუსმა ფიზიკოსებმა ანდრე გეიმმა და კონსტანტინ ნოვოსელოვმა 2004 წელს ფიზიკურად არ მიიღეს გრაფენი. მათ გამოიყენეს წებოვანი ლენტი გრაფიტისგან თხელი ფენის ასაძრობად. შემდეგ კი ეს თხელი ლენტი რამდენჯერმე დაკეცეს და გაშალეს, რათა მეტად გაეხლიჩათ გრაფიტის ფენა. საბოლოოდ მათ მიიღეს ფენა, რომლის სისქე ნახშირბადის ატომის ზომისა იყო. სწორედ ეს გრაფენის ტრანზისტორი, რომლის სისქე 1 ატომის დიამეტრის ტოლია, ხოლო სიგანი 10 ატომის დიამეტრის ტოლი. 2010 წელს ანდრე გეიმს და კონსტანტინ ნოვოსელოვს ამ აღმოჩენისთვის ნობელის პრემია მიანიჭეს. რა თავისებურებებით გამოირჩევა გრაფენი? ეს არის საოცრად სუფთა ნივთიერება, რაც მისი მარტივი მოწესრიგებული სტრუქტურის დამსახურებაა. ნახშირბადი ლითონი არ არის, მაგრამ გრაფენი უფრო მეტად ლითონის თვისებებს ამჟღავნებს. გრაფენი ძალიან მტკიცე ნივთიერებაა, ფოლადზე დაახლოებით 200 ჯერ მტკიცე და ამავე დროს ძალიან ელასტიკური. შესაძლებელია მისი გაჭიმვა 20-25%-ით. ის, როგორც ვთქვით, ძალიან თხელია და მსუბუქი. ფეხბურთის მოედანი შეიძლება დაიფაროს გრაფენის ფენით, რომლის მასა დაახლოებით 1 გრამი იქნება. გრაფენის სითბური გამტარობა მრავალჯერ აღემატება ისეთი ნივთიერებების გამტარობას, როგორიცაა ვერცხლი და სპილენძი, ელექტროგამტარობა კი სპილენძისას. ამ კუთხით ის ძლიერ კონკურენციას უწევს ზეგამტარებს, რომელთა ზეგამტარობა ძალიან დაბალ ტემპერატურაზე მჟღავდება. მაშინ, როდესაც გრაფენი ოთახის ტემპერატურაზე ამჟღავნებს ამ თვისებებს, გრაფენი სინათლესაც ატარებს. მისი სტრუქტურა ფოტონს საშუალებას აძლევს ადვილად განჭოლოს ამ ნივთიერების ფენა. გრაფენში გაივლის სინათლის 97-98%. მაშინ, როდესაც ერთმაგი მინის შუქგამტარობა 80-90%-ია. ამრიგად გრაფენში თავმოყრილია სხვადასხვა ნივთიერებების თვისებები, რაც მას ფასდაუდებელს ხდის, განსაკუთრებით ელექტრულ მოწყობილობებში, ენერგოეფექტურ მოწყობილობებში და სხვა. წარმოიდგინეთ, რა შესაძლებლობები შეიძლება ჰქონდეს ნივთიერებას, რომელიც ზეთხელი, ზემსუბუქი, ზემტკიცე, ოპტიკურად, ციფრულად და ელექტრულად ზეგამტარია. ის იმდენად მსუბუქია, რომ მისი წონის განსაზღვრა პრობლემატურია, ამიტომ მისი ფასი კვადრატული სანტიმეტრობით განისაზღვრება. ანტიმატერია $62 ტრილიონი. ანტიმატერია მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ნივთიერებაა.
და მისი 1 გრამის ფასი 62 ტრილიონ დოლარზე მეტია. ცოტამ თუ იცის, რომ ანტიმატერია ფანტაზია კი არა, სრულიად რეალობაა და მისი არსებობა როგორც ფილოსოფიურად და თეორიულად, ისე ექსპერიმენტულ დონეზეა დამტკიცებული, თანაც არაერთხელ. ანტიმატერია ატომის ყველაზე მარტივი ფორმაა და შედგება 1 პროტონისგან და 1 ელექტრონისგან. დღეს მეცნიერები ვარაუდობენ, რომ დიდ აფეთქებამდე ანტიმატერიის და მატერიის თანაბარი რაოდენობა არსებობდა, მაგრამ თანაფარდობა დაირღვა და მოხდა დიდი აფეთქება, რისგანაც წარმოიქმნა ყველაფერი, მათ შორის დედამიწა და ჩვენც. მეცნიერებს ანტიმატერიის რამდენიმე ატომი სულ რაღაც მილისეკუნდის განმავლობაში რომ შეექმნათ, წლობით მუშაობა და ათასობით ექსპერიმენტი გახდა საჭირო. ძალიან ბევრ მეცნიერს ჯერა, რომ სწორედ ანტიმატერიაა ის, რასაც შეუძლია ამოხსნას სამყაროს შექმნის საიდუმლოება. საინტერესოა, მაგრამ მოსაზრება ანტიმატერიის შესაძლო არსებობაზე პირველად 1931 წელს ბრიტანელმა ფიზიკოსმა პაულ დირაკმა წამოაყენა. ის თვლიდა, რომ ანტიმატერია იგივე მატერიაა, უბრალოდ პირიქით. დღეისათვის კი, როგორც გითხარით, სამყაროს შეცნობის ერთ-ერთი ფუნდამენტური საყრდენია. ამ ვიდეოში სულ ეს იყო. თუ დაგაინტერესათ ჩვენმა ვიდეოებმა, შეგიძლიათ არხიც გამოიწეროთ. ნახვამდის.